მოგესალმებით, მე ვარ ნინი. შემოთავაზებთ საჯარო გაშლას. ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი. ნახოთ. ხართ თუ არა მზად თქვენი სურვილის დასასრულებლად. ვინ ან რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი? ვინ დაგეხმარებათ? რა უნდა გააკეთოთ თქვენ? ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი. და მეორე ვარიანტი. ხართ თუ არა მზად სურვილის ასრულებისთვის? ვინ ან რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი? ვინ დაგეხმარებათ? რა უნდა გააკეთოთ თქვენი სურვილის ასრულებისთვის? ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი? შეგიძლიათ აირჩიოთ. დავიწყოთ. ხართ თუ არა მზად თქვენი სურვილის ასრულებისთვის? მე ვიტყოდი, რომ ახლა საკმაოდ რთული პერიოდი გაქვთ. შეიძლება გულნატყენი ხართ, ან რაიმე ისეთი მოხდა, რამაც გული ძალიან დაგწყვიტათ და იმედგაცრუებული იყოთ. ფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მზად არ ხართ სურვილის ასრულებისთვის, იმიტომ რომ საკმაოდ რთული სიტუაცია ჩანს. შეიძლება ისეთი სურვილი გინდოდეთ, რაც გინდათ, მაგრამ არ გამოდის. და ამის გამო ძალიან გულიყწყდებოდეთ. ან უბრალოდ არ იყოთ ამ ეტაპზე მზად იმისთვის, რომ მიიღოთ თქვენი სურვილი. გავაგზავნოთ და ვნახოთ. რამ ან ვინ შეიძლება შეგიშალოთ ხელი? ხელი შეიძლება შეგიშალოთ წარსულის განცდებმა, რომელიც არ გტოვებთ და რეალურად თქვენ უნდა დატოვოთ ეს ტკივილი წარსულში. ახალი გზები უნდა ეძიოთ, ახალი შესაძლებლობები და წარსულზე არ უნდა იყოთ ფოკუსირებული. ის წარსულის ტკივილიანი მომენტები უკან უნდა მოიტოვოთ და ახალი ცხოვრება დაიწყოთ სუფთა ფურცლიდან. ზუსტადაც ხელი შეიძლება შეგიშალოთ თქვენი სურვილის ასრულებაში, თქვენმა განცდებმა, თქვენმა ტკივილმა, სევდამ, იმედგაცრუებამ, თითქოს რომ აღარაფერი აღარ გინდათ. აი ამ შეგრძნებებმა შეიძლება შეგიშალოთ ხელი სურვილის ასრულებაში. შეიძლება სურვილი გქონდეთ, მაგრამ იმდენად ტკივილიანი გამოცდილება გქონდეთ ამ ეტაპზე, რომ მზად არ იყოთ ამ სურვილის მისაღებად. მოდი ვნახოთ, ვინ დაგვეხმარება, ან რა დაგვეხმარება. მეგობრებო, სამყარო თქვენს გვერდით არის. აქ ჩანს, რომ თქვენს სურვილს აუცილებლად უწევია ახდენა, უბრალოდ ცოტა მოგვიანებით დროში გაწელილად. ამიტომ მოთმინება გვმართებს, იოცნებეთ, აკეთეთ თქვენი სურვილისთვის, თქვენი მიზნისთვის იბრძოლეთ და აუცილებლად აგიხდებათ.
ამ შემთხვევაში თქვენ დაგეხმარებათ სამყარო, რომელიც თქვენს გვერდით დგას, თქვენი ვარსკვლავი, თქვენი ბედი, რომელიც აუცილებლად მოვა თქვენამდე. რა უნდა გააკეთოთ თქვენი სურვილი რომ ასრულდეს? თქვენი სურვილი რომ ასრულდეს, მეგობრებო, აქ ჩანს რომ ძალიან მძიმე განცდებში ხართ. აუცილებელია რომ თქვენი ფიქრები, რომლებიც ყოველდღე გაწუხებთ და არ გტოვებთ, საკმაოდ მძაფრი ფიქრები, საკმაოდ მძაფრი შეგრძნებები, ან შეიძლება სხეულში გამოვლენილი პრობლემები, რომლებიც მოიტანა და გამოიწვია ამ რთულმა სიტუაციამ, უნდა დასრულდეს. პრობლემები უნდა გაუშვათ. აუცილებლად ეს უნდა გააკეთოთ, მეგობრებო, რომ ახალში გადახვიდეთ და გზა განაგრძოთ. ძალიან მტკივნეული სიტუაციები უნდა დასრულდეს, უნდა გადალახოთ და აუცილებლად გამოჩნდება გზა. მოდი ვნახოთ, ასრულება თუ არა თქვენი სურვილი. სურვილის ასრულება აუცილებლად იქნება, გმართებთ მოთმინება, შრომის მოყარეობა, აუცილებლად იშრომეთ თქვენი სურვილისთვის და აუცილებლად აგიხდებათ. უბრალოდ, რაც გითხარით, ტკივილიანი სიტუაციები, განცდები, გრძნობები და მძიმე ემოციები უნდა დატოვოთ უკან და გადახვიდეთ ახალ გზაზე. შეიმეცნოთ ახალი საქმიანობა, ან რაიმე თუნდაც ახალი ურთიერთობა, რაც ჩაიფიქრეთ, რაც გეხებათ, იმასთან დაკავშირებით აუცილებლად აგიხდებათ. ოთ მეორე ვარიანტი. ხართ თუ არა მზად სურვილის ასრულებისთვის? მე ვიტყოდი, რომ მზად ხართ სურვილის ასრულებისთვის, შრომობთ ამისთვის, ან სწავლობთ რაიმეს, ან შეიმეცნებთ, შეიძლება ვინმეს ეკითხებოდეთ ამის შესახებ. უკაცრავად